ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებს კი მომავალი წლიდან სახელმწიფო მხოლოდ 100%-იანი გრანტი დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა კახა ძაგანიამ გააკეთა. მისი განმარტებით ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტები დაფინანსებას კვლავ ძველებურად მიიღებენ, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს კი 50 და 70%-იანი გრანტები მოეხსნებათ. ლეიბორისტული პარტიის წევრის კახა ძაგანიას თქმით, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სტუდენტთა რიცხვი მეტია და სახელმწიფო ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ბალანსის შესანარჩუნებლად გრანტების მოხსნას მიმართავს. ლეიბორისტული პარტია განათლების სამინისტროს სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროცენტიანი დაფინანსების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სააკაშვილ-შაშკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სტუდენტებისთვის გაუქმებული სახელმწიფო დაფინანსება ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვას, ასევე სახელმწიფო დაფინანსების დასასრულის დასაწყისს, რაც გამოიწვევს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის განათლების გარეშე დატოვებას. უმაღლესი განათლება გახდება ელიტარული, ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისათვის, ხოლო უმრავლესობა კი ოფიციანტთა კასტად გადაიქცევა. ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს სააკაშვილს თავი გაანებოს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს, სტუდკავშირებს, მიიყენებს მათ თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის, უფლება მისცეს მათ თავისუფლებასა და ავტონომიის, სტუდენტებს კი გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებთ.